დღეს მინდა ვისაუბრო შუქუმერილი იაპონიაში და სუში საქართველოში. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. ჯერ მინდა რომ გაგაცნოთ თუ რამდენად პოპულარულია შუქუმერილი იაპონიაში ახლა და მე მინდა შევედა რომ ეს სიტუაცია იაპონური შუქუმერილისა და ქართული სუშის და ბოლოს მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი ხედვა მოსაზრება ამ თემაზე. თქვენ იცოდით რომ შუქუმერილი არის ახლა იაპონიაში ყველაზე ცნობილი ქართული კერძი. უფრო ცნობილია პოპულარულია ვიდრე ხაჩაპური და ხინკალი. ნუ ხოვინო თავისთავად ძალიან პოპულარულია იაპონური ხალხის შორის. და ეს ამიტომ რომ იაპონური ერთ-ერთი ნუ ყველაზე დიდი რესტორანი ქუსერი მაციამ ამ კომპანიამ შექმნა შუქუმერილის მენიუ. თვითონ ეს მაცია ამზადებს gyudons და ასევე დომბრის მესეთი კერძია ბრინჯის ბორი და ზემოთ დადებენ ეს სხვადასხვა ხორცის კერძს. ესეთი რაღაც იაპონიაში არის ტრადიციული კერძი და მაციას მენიუსთვის გააკეთეს ეს შუქუმერილი. უბრალოდ გადააკეთეს. და ძალიან აქტიურად გააკეთა სხვადასხვა რეკლამა, PR-ის აქტივობა, ასევე თქვენი საერთო ტოკიოში, საქართველოს საერთო იაპონიაშიც ძალიან აქტიურად აკეთებდა ამ შუქუმერილიზე PR-ს. ამიტომ ძალიან ცნობილი პოპულარი გახდა იაპონური ხალხის შორის, ძალიან მისასალმებელი ტენდენცია ჩემი აზრით და ახლა სხვადასხვა ვინც იცის ის შუქუმერილი როგორი კერძია და შუქუმერილით ახსენდება იაპონელებს საქართველოზე. მეც გასენჯერი მაქვს ერთხელ ორჯერ და მომეწონა რა, გემრიელი იყო. და მეორე მინდა რომ შევადარო ეს იაპონური შუქუმერილი და ასევე ქართული სუში. როგორც თქვენ ხედავთ ფოტოს ხომ? ეს იაპონური შუქუმერილი ნამდვილი არა, რა თქმა უნდა. ბრინჯიდან ერთად ბრინჯი მოყვება ერთი, არ ჩამთ თქვენ შუქუმერილს ბრინჯიდან ერთად, ვიცი. მეც შოტის ბრინჯიდან ერთად ჩამწიჭდათ. და კიდე აი ტკბილი კარტოფილის მოყვება და ესეთი ინგრედიენტებიც იხმარება. ადაპტირებული არის იაპონური ხალხის გემოვნებისთვის. ამასობაში საქართველოშიც არის ესეთი იაპონური სუშის ბარი თუ რესტორანი, სადაც ხანდახან არის ესეთი სუში, რომელიც მე პირადად არ მინახავს იაპონიაში. აი შემეცბარი სუში და რაღაც ბევრი მაიონეზის სუში და ასე შემდეგ. ცოტა განსხვავებული სუშია, ასე ვთქვათ, ადაპტირებული სუში. და აქვე მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი. ესაც ჩემი მოსაზრება, დღეს რომ ვფიქრობდი. რისი ბალანსი და ერთი მიხოლებ კულინარული კულტურის მეოთლებით ფათებისემა. ეს ერთი და მეორე მიხოლებ ადგილობრივი ხალხის, ადგილობრივი კულტურის ხედვის პრაქტიკის მიმართულებით ადაპტირება. იცით როგორ არის თუ ზედმეტად მივანიჭებთ ყურადღებას აუთენტურობას, მაშინ ალბათ იაპონიაში შუქუმერილი ისე არ გავრცელდებოდა იაპონიაში. ამ პირიქით სუში საქართველოშიც, იმიტომ რომ 100%-ად ვერ გამოვიყენებთ მაგალითად შუქუმერილის გასაკეთებლად იაპონიაში ქართული ინგრედიენტების ხომ და საქართველოს სუშის მოსამზადებლად ვერ შემოვიტანთ მთლიანად იაპონური პროდუქტებს. იაპონური ბრინჯი, იაპონური თევზი, ძღვის მცენარე, ნორი და ასე შემდეგ, ესეც შეუძლებელია. მაგრამ პარალელურად ადგილობრივი პრაქტიკა უმნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე შესვლაზე თუ ზედმეტად ვაქცევთ ყურადღებას, მაშინ თავისი შუქუმერილის ავთენტურობა, ან სუშის ავთენტურობას შეიძლება ამ შემთხვევაში. მაგალითად სუში საქართველოში
შემცბარი სუში იაპონიაში ერთი არ მინახავს მე. და თუ გამოიყენებენ ესეთ ბრინჯის სხვა ინგრედიენტებს და თუ ცოტა ძალიან განსხვავებული გემო თუ იქნება, მაშინ ხალხის შორის აი სუშის მიმართულებით შტაბიჭირება განსხვავდება, შეიძლება, ხო? ამიტომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ავთენტურობა, კულინარული კულტურის მიმართულებით ფათებისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად იმისთვის რომ შემოვიდეს ახალ ქვეყანაში, ახალ ადგილში და პოპულარი გახდეს, გავრცელდეს, რა თქმა უნდა, მივაქციოთ ყურადღება ადგილობრივ პრაქტიკას, მაგრამ თუ ამაზე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ, მაშინ თავის ავთენტურობაც ცოტა შეიძლება რა. ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა რუთული, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი არის ბალანსი. დღეს უცებ ამაზე მეფიქრია შხაპის მიხევის დროს რა. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? მე ვფიქრობ რომ ამ თემაზე არ არსებობს სწორი პასუხი, არასწორი პასუხი, ყველა ინდივიდუალური პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. აზრი. უხმესე მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და აბაჰე, მათანე.